მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი დათო ქოქოშვილი და დღეს უხილავების პროექტის ფარგლებში ვაპირებ ვისაუბრო იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პრობლემებზე, რომელთაც წლების განმავლობაში სახელმწიფო ქმედუუნაროებად განიხილავდა. მართალია ერთი წლის წინ ამ ადამიანებს ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები დაუბრუნდათ, თუმცა საინტერესოა, რამდენად მზადაა სახელმწიფო იმისათვის, რომ რეალური რეფორმა განახორციელოს, რათა ეს უფლებები მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს. ჩვენ დღევანდელი დისკუსიის მონაწილეები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია და არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით სტუდიაში მოგზაურობისთვის. ქალბატონო, თქვენთან მინდა დავიწყო საუბარი. თითქმის 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე შეცვალა პოლიტიკა იმ შეშემოქმედების მიმართ, ვისაც მანამდე ქმედუუნაროდ აღიარებდა და დაუბრუნა ამ ადამიანებს ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები. როგორ მიმდინარეობს პრაქტიკაში ამ რეფორმის განხორციელება და თუ არის უკვე გამოყენებული რაიმე სახის ხარვეზე? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მართალია 1 წლის წინ დაიწყო სახელმწიფომ ამ რეფორმაზე მუშაობა, მაგრამ ეს იმდენად როგორ გითხრათ, ძალიან დიდი რეფორმა იყო, რომ 1 წელი ამ რეფორმასთან მიმართებაში არ არის გონივრული ვადა რაღაც დასკვნების გასაკეთებლად. თუმცა არ ნიშნავს ეს იმას, რომ არ ვილაპარაკოთ რაღაც ტიპის გამოწვევებზე, რომელიც პრაქტიკაში არსებობს და დღეს იყო სწორედ ერთ-ერთი ღონისძიება, სადაც ამ თემებზეც ვლაპარაკობდით. მაგალითისთვის, პირველი ალბათ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ რამდენად სახელმწიფო მიჰყვება იმ ტემპს, რომელიც არის საჭირო ამ რეფორმების კარგად იმპლემენტაციისთვის, გვაქვს თუ არა პროგრამები, რომელიც რეალურად სჭირდებათ ამ ადამიანებს მხარდაჭერისთვის, არსებობენ თუ არა გადამზადებული და კარგად ფუნქციების კარგად გააზრებით მხარდამჭერები. აი ამაში გვაქვს თავარი გამოწვევა დღეს და ის მომენტი, რომ პირობითად მოსამართლეს ზუსტად არ ესმის, რა მოხდა, როგორ უნდა გააკეთოს ეს, როგორ დაასაბუთოს გადაწყვეტილება და ასე შემდეგ, ვფიქრობ, იმაზე ნაკლები პრობლემაა, ვიდრე მთლიანობაში სისტემის მზადყოფნა. ამ ნაწილს, თქვათ, მოსამართლეებთან მიმართებაში და სოციალურ მომსახურების სააგენტოსთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად გადავძლევთ, მაგრამ თუ სახელმწიფო მზად არ დაახვდა თვითონ რეფორმას, ექსპერტიზის მიმართულებით ექსპერტიზასთან უფრო მეტი სიძნელეები გვაქვს, იმიტომ რომ ხო ყველათ ხვდებით, რომ მთავარი ბარიერი შეზღუდული შესაძლებლობის თემებზე არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი ხედვა, ვინ არიან ეს ადამიანები და ზოგადად რას ნიშნავს იყო შეზღუდული შესაძლებლობის. ექსპერტიზის ბიურო და გამონაკლისი არ არიან, რა თქმა უნდა, ესენი აი ამ ბარიერის გადალახვაში დიდ წინააღმდეგობას ავლენენ, მაგრამ არც ეს არის დაუძლეველი ბარიერი, მე ვიტყოდი, თუ სახელმწიფოს ექნება სწორი, პრინციპული და ესე ვთქვათ, ფინანსურად მხარდაჭერილი რესურსები. უშუალოდ რა სახის ხარვეზებზე და ამ შემთხვევაში ბარიერებს ახსენებ თქვენ, ხო? ანუ რა სახის პრობლემები არის იგივე სასამართლოში, ექსპერტიზაში? აი მაგალითად მოსამართლე არ იცნობს ასეთ ადამიანს, იმიტომ რომ არასდროს არ უნახავს, ისე მიუღია გადაწყვეტილება წინა წლებში, რომ დაქმედუუნაროდ გამოუცხადები, ანუ არაფრის შემძლედ ადამიანი, რომ პირადად არ უნახავს ეს ადამიანი და დღეს გარკვეულწილად დაბნეულებიც კი არიან, როდესაც პროცესზე კანონმა დაავალა, რომ პროცესზე უნდა ნახოს ეს ადამიანი და ამას წინათ ერთ-ერთ შეხვედრაზე მე და ქალბატონი თამარ ვიყავით, როდესაც მოსამართლე ამბობდა, რომ მან წაიკითხა დასკვნა კონკრეტული ადამიანის შესახებ და რომ ნახა ეს ადამიანი, დიდად განსხვავდებოდა ეს პიროვნება იმ დასკვნისგან, რაც ეწერა კონკრეტულ დოკუმენტში და ეს იყო რაღაცა სიურპრიზი მისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ აი ამ ბარიერების გადალახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი. გაგვიკვირდება რაღაც ტიპის გადაფასებებს გავაკეთებთ, დაბნეულებიც ვიქნებით, მაგრამ აი ეს პროცესი ყველა ქვეყანამ გაიარა, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობაა და ჩვენ ამ პროცესში ვართ, ეს უკვე კარგია, მაგრამ ამ პროცესში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დახმარება და სისტემების არ არსებობა დიდ, ესე ვთქვათ, წინ წაწეულ რეფორმას ნამდვილად არ მოგცემს. ამიტომ მნიშვნელოვანი მაინც არის სახელმწიფომ გაიაზროს რა ტიპის ტვირთი აქვს აღებული პირდაპირ მნიშვნელობით და პრიორიტეტულად დააფინანსოს ეს სფერო, რომელსაც ნამდვილად სჭირდება გარკვეული რესურსები. უშუალოდ ხარდა ის ადამიანები, ვინც მხარდაჭერებს საჭიროებენ ამ შემთხვევაში, ხო და მათი ოჯახის წევრები რამდენად კარგად იცნობენ ამ რეფორმის შინაარსს. რაღაც ლობირების ამაღლების კუთხით აი კამპანიები მე კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ
ნამდვილად არ გქონდა ესე ვთქვათ არც სამოქალაქო საზოგადოებას და არც სახელმწიფოს იმის დრო აი ეს ყველაფერი დეტალურად ჯერ მიეტანა საზოგადოებასთან და მე ესე ვთქვათ თანმიმდევრულად წასულიყო ალბათ იმიტომ რომ ამის დრო ისედაც არ არის ძალიან დიდი დრო გავიდა იმისთვის რომ ამ ადამიანებს კიდევ ლოდინი მოსწეოდათ თავიანთი უფლებების და თავისუფლებების რეალიზებისთვის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიიღო გადაწყვეტილება თვითონ პარლამენტით ჩააყენა გარკვეულ ცაიტნოტში რომ რაღაც კონკრეტული პერიოდი ჰქონდა და არა გონივრული მე ვიტყოდი აქედან გამომდინარე ესე ხო ლოგიკურად რომ ინფორმირების კამპანია ყოფილიყო ჩატარებული ესეთი არ მომხდარა მაგრამ მე ამას დიდ გამოწვევად არ აღვიქვავ იმიტომ რომ ჩვენ ეხლაც შეგვიძლია ეს ვაკეთოთ და აქტიურად მივიტანოთ ადამიანებთან ეს ინფორმაცია თავად ამ პირებსაც არ აქვთ ადეკვატური ინფორმაცია რა შეიცვალა და რა შანსს აძლევს დღევანდელი სისტემა მათ და რა მოთხოვნების საფუძველი გაუჩინა პირდაპირ რო ვთქვათ დღეს რაღაცა თუ არ არსებობს მინიმუმ ის არსებობს რომ ამ ადამიანს შეუძლია დააყენოს სამართლებრივი მოთხოვნა იგივე რეაბილიტაციაზე გარკვეული სერვისების მიღებაზე რისი შანსიც მას არ ჰქონდა სწორედ ეს იყო პარადოქსული რომ არსებობდა ადამიანი და ამ დროს არ არსებობდა აი დაახლოებით ესეთ ვითარებაში ცხოვრობდით წინა წლებში. ქავდო თამარა, ამ გადმოსახედიდან რამდენად კარგად არის გააზრებული ეს რეფორმა ყველა იმ აქტორის მხრიდან, რომელიც მის იმპლემენტაციაზე არის, ხო, პასუხისმგებელი. ქავდო ანა ახსენა ვადა, ხო, 6 თვე. ამ შემთხვევაში თქვა უფრო მეტი რო ყოფილიყო ეს ვადა 1 წელი, 2 წელი ეს რამეს შეცვლი და თქვენი აზრით, ანუ ისედაც იყო კონვენციის რატიფიცირებიდან უკვე სახელმწიფოს ქონდა ვადა იმისათვის რომ მომზადებულიყო და გაიაზრებიან, თუ გამოიყენა ეს დრო. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ხშირად უსამართლოს რომ ეს 6 თვე იყო ცოტა. მაგრამ თავისთავად ეს დღევანდელი გადასახედიდან ეს ცოტა რომ იყო უკეთესი გამოდგა. იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის კონვენცია გაცილებით მეტ ვალდებულებას ადგენს და არაფერი არ მიგვიღია, არ გაგვიკეთებია. ამიტომ ერთგვარად საკონსტიტუციო სასამართლო იმსახურებს მადლობას ამ ცოტა ვადისთვის. და ბუნებრივია ყველა ვაცნობიერებდით რომ ამ ვადაში სრულყოფილი ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა, მაგრამ ეხლა ამ კომენტარით არ მინდა დარჩეს შტაბ-ბეჭდილება რომ ეს არ არის კარგი რეფორმა, პირიქით ჩვენ ამ ცოტა ვადაში დავადგინეთ ძალიან მაღალი სტანდარტი და დღესაც და ყველა შეხვედრაზე რომელიც ამ რეფორმის ავკარგიანობას ეხება ხაზგასმულია რომ სამართლებრივად და პოლიტიკურად ეს იყო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და რითიც ჩვენ უკვე ვამაყობთ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დონეზე ამ ჩვენი გადაწყვეტილებებით, მაგრამ მე სწორედ იმას მინდა გამოვიხმიანო, რაზეც ანა საუბრობდა. დიახ, ეხლა მთავარი ის არის, რომ ჩვენ დავეხმაროთ და დახმარება ვეძებოთ ასევე იმ ქვეყნების გამოცდილებაში, რომელსაც ჩვენზე უკეთესი გამოცდილება აქვთ, ამ ყველაფრის ცხოვრებაში დანერგვის თვალსაზრისით. აქამდე ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ შენ არაფრის უფლება არ აქვს, შენ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს საკუთარ თავთან დაკავშირებით და უცნობია თუ შენ შეგიძლია შენი განსურველი გამოხატვა და თურმე შენ რაც გინდა ამის გაკეთება შეგიძლია და ეს სტრესია ბუნებრივია ამ ადამიანებისთვის თუ არა იმათთვის ხომ მით უფრო სტრესია ვინც ხვის მაგივრად იღებდა გადაწყვეტილებებს მე მქონდა შემთხვევა როდესაც ეს რეფორმა განხორციელდა ერთ-ერთი მშობელი მირეკავდა და მეკითხებოდა როგორ უნდა იმიტომ რომ ზუსტად 18 წელი მოუწია და აქ მე დონორო სტატუსი არ მიანიჭეს ახალ ამოქმედებული იყო და მხარდაჭერის ინსტიტუტი და ამ ქალმა დამსვეს ეს შეკითხვა რომ მე კრედიტები მაქვს და ამის პენსიით ვიხდიდი შვილის და სწორედ რო აუხსენი რომ შვილის პენსიის იმედად არ უნდა აიღო კრედიტი და ეს პენსია მისია და არა მშობლის ძალიან რთული გახდა ამის მიღება და გააზრება მაგრამ უნდა შევძლოთ მთავარი ის არის რომ ჩვენ გამოვხატოთ რომ ჩვენ ვაღიაროთ რომ ჩვენ მე რო ასეთი ვარ და ის განსხვავებული ჩვენ არაფრით ერთმანეთს არ ვჯობივართ ზუსტად ერთნაირები ვართ და უნდა მივიღოთ ერთმანეთი ზუსტად აი ამ განსხვავებებით ეს არის სწორედ არსი ამ რეფორმის და მე იმედი მაქვს რომ ეს მოხდება ეტაპობრივად ნელ-ნელა ამ ცვლილებებს აქვს გააზრებულად საკმარისი დრო იმისათვის რომ მივიდეთ ნელ-ნელა ამ განვითარებამდე, იმიტომ რომ გარდამავალ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლამდე პერიოდი, სადაც
დიახ, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ასეთი კამპანიები, ასეთი გადაცემები, სადაც მეც ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც მხარდაჭერის მიიღებს, ასევე მხარდამჭერს და ასე შემდეგ. მე არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მოტივირებული ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური სამსახურია, რომლებიც არც ერთ შეხვედრაზე, არც ერთ სამუშაო, ასე ვთქვათ, ჯგუფთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ და მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს რეფორმა უნდა განვითარდეს ასე და რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ასეთი თანამშრომლობა მოხდეს. სანამ რეფორმის განვითარებაზე ვისაუბრებთ, რო ახსნათ, ვინ არის მხარდამჭერი? ხო, მხარდამჭერი ანაცვლებს მეურვეს, ამ რით განსხვავდება? არ ანაცვლებს მეურვეს, ამაშია სწორედ საქმე. თუ აქამდე მეურვე იყო ყველაფერი გადაწყვეტილების მიღები და ის ანაცვლებდა სწორედ, თქვა, ქმედუნარო ადამიანის ნებას, დღეს მხარდამჭერი არ არის. მხარდამჭერი არის ერთ ძალიან მარტივად ვთქვათ, დამხმარე. ანუ თუ მე აი წარმოვიდგინოთ ესეთ რამს, პატარა ბავშვი, როდესაც გელაპარაკება, შეიძლება არ გესმოდეს, რას გეუბნება მის უსტუმარს, უცხო ადამიანს, მაგრამ დედამის ესმის და ის გიხსნის რა უნდა ბავშვს. ხო? შესაბამისად, არიან ადამიანები, რომლის ენა, რომლის საუბრის მანერა ჩვენთვის გაუგებარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ გადმოგცემს საკუთარ სურვილს და საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი თუ მოვლენისადმი თუ გმედებისადმი და აი ეს მხარდამჭერი მას ეხმარება იმაში, რომ ეს ჩვენ გაგვაგებინოს და საქმე იმაშია, რომ სოფლიო აღიარებს, რომ ადამიანებს შეიძლება რაღაც სფეროში სჭირდებოდეთ მხარდაჭერა და რაღაცაში არა. ჩვენი სტანდარტიც ამბობს ზუსტად ამას, რომ ინდივიდუალურად უნდა მივიდგეთ. თუ ერთ ადამიანს სჭირდება სამოქალაქო გარიგებებში მხარდაჭერა, შესაძლოა მას არ სჭირდებოდეს შრომით ურთიერთობებში მხარდაჭერა, იმიტომ რომ რაღაცა ეს უნარებია განსაკუთრებით განვითარებული, ხო? აი ეს ჩვენს მიერ მიღებული სტანდარტი სწორედაც რომ ამ მიდგომას ითვალისწინებს და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა თქვა, რომ არსებული ძველი სტანდარტით ყველა ადამიანი იყო განწირული, იმიტომ რომ ჩვენი მიდგომა თვლიდა, რომ მათი განვითარება ამა თუ იმ სფეროში იყო შეუძლებელი და ითვლებოდა, რომ მორჩა რა, ასეთებიანი და დამთავრდა. დღევანდელი მიდგომით, როდესაც ფსიქოსოციალური ექსპერტიზა ტარდება, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი ყველა ერთად იმიტომ აფასებს ამ ადამიანს, რომ მათ გვითხრან რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორი ურთიერთობა აქვს იმ სოციალურ სივრცეში, რომელშიც ცხოვრობს და რისი განვითარება, რა მიმართულებების განვითარება შეიძლება მის შემდგომ ცხოვრებაში. ძირითადი მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ სახელმწიფომ შექმნას გარემო, სადაც ეს ადამიანები იცხოვრებენ დამოუკიდებლად და მხოლოდ დასჭირდებათ გარკვეულ საკითხებში დახმარება, რომ მათ შეძლონ საკუთარი ცხოვრების თვითონ განაგონ. კაბადონა დაუშვათ და მე მაქვს სურვილი, რომ გავხდე მხარდამჭერი და დავეხმარო შეშემოქმედის გარკვეული მიმართულებებით. ხო, თუმცა ზუსტად არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. ანუ ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გავაკეთო არის, სადღაც რომელიმე უწყება, სადაც შემიძლია მივიდე და იქ დამეხმარებიან, ტრენინგს ჩამიტარებენ. კარგი შეკითხვა, თქვენ თუ ამის სურვილი დავუშვათ მოვაშოროთ და იქნებ მართლაც გქონდეთ ამის სურვილი. ზოგადად ადამიანებს ეს მართლაც ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ეს არის ის სფერო, სადაც რაღაც ტიპის გიგანტურ ანაზღაურებაზე უკაცრავად არ არის საუბარი, ეს არის მართლაც სრულად ადამიანური ქცევა სამართალში, როდესაც ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები თუ უბრალოდ არ ვიცი, პარტნიორები ერთმანეთს ეხმარებიან. და ესეც იქნება ერთ-ერთი მოწოდება, რომ ხალხმა გამოხატოს სურვილი, რომ იყვნენ მხარდამჭერები სხვა ადამიანებს. თან რა საინტერესო რაღაცაა უყურეთ, თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან ძლიერი ფინანსისტი და მე ვიყო ადამიანი, ვისაც უჭირდეს ფულის სწორად ხარჯვა. და თქვენ შეგიძლიათ მე და ჩემი მხარდაჭერი იყოთ და მასწავლოთ, როგორ დავხარჯო გონივრულად, დამეხმაროთ, კონსულტაცია გამიწვიოთ. აი ამ ტიპის ურთიერთობებზეა ლაპარაკი. ერთ ადამიანს შეიძლება რამდენიმე მხარდამჭერი ყავდეს. მაგალითად ერთი დაეხმაროს, როგორ მოძებნოს ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში. იმისთვის რომ მიიღოს ეს ინფორმაცია, ესეც ხო უფლება ადამიანის, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს დახმარება, როგორ მოძებნოს ეს ინფორმაცია. დაახლოებით აი ასეთი, რასაც ჩვენ ყოველდღურად ვაკეთებთ ადამიანები ერთმანეთთან მიმართებაში, ამ ლოგიკით ყველას ყავს მხარდამჭერები, ხო? უბრალოდ იმ ადამიანებს ცოტა მეტი და უფრო პროფესიონალი ადამიანები სჭირდებათ მათი საჭიროებიდან გამომდინარე. თქვენ სად მიიღებთ ამ ინფორმაციას? თქვენ პირველ რიგში ამ ინფორმაციას მიიღებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ამ შემთხვევაში თბილისის ჩათვლით, არსებობს ესეთი ცენტრები. თუმცა ადამიანებისთვის, რომელსაც არ იცის სად მივიდეს, სად არის ეს ცენტრი,
ცხელი ხაზი არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში 15.05, და შეუძლია დარეკოს და ჯანდაცვის სივრცეში არსებულ სერვისებზე მიიღებს ინფორმაციას. გარდა ამისა, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ და სხვა მრავალი. თუმცა რაც მთავარია და უნდა ითქვას, რომ ერთად თავმოყრილი ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ამ თემაზე ჯერჯერობით არ არის განთავსებული ერთ კონკრეტულ სივრცეში და ესეც არის ალბათ გამოწვევა, რომელზეც უნდა იმუშაოს, მაგრამ ეს არის პროცესის მონაწილეები ვართ ახლა ჩვენ. იგივე ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, ეხლა მაგალითად ასევე ვამუშავებთ, იქნებ რაიმე ტიპის დამატება ან ცვლილება საჭირო. ეს არის აბსოლუტურად პროცესი. ერთი წელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არის უმცირესი დრო ამ ხელა რეფორმისთვის და ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს ურთიერთობა, ჩვენს კოლეგებთან, სადაც ეს რაღაც ტიპის რეფორმა ჩვენი მსგავსი ვერ ვიტყოდი რომ ყველგან ზუსტად ასეთი დიდი ნახტომი გაკეთდა, მაგრამ სადაც გაკეთდა ათობით წლები მოანდომეს იმ სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ახლა იქ არის. ამიტომ ეს მრავალწახნაგოვანი საკითხია და სჭირდება ყველას ჩართულობა. ჩვეულებრივი ადამიანებიდან დაწყებული, რაზეც მე თქვენ ახსენეთ, რომ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მაქვს, ხო? თუმცა შეიძლება მქონდეს რჩევების სპეციალური საშუალება, ანუ რაღაც საკითხში იყო კომპეტენტური, სურვილიც მქონდეს, მაგრამ ვერ მოახერხო კომუნიკაცია. ამას მე მგონი ცოტა ინფორმაციაზე, უბრალოდ ინფორმაციაზე მიღებაზე მეტი. კი ბატონო, ეს ამის საშუალება თუ არის თქო. თამარმა ახსენა, რომ ჩვენ განსაკუთრებით სოციალურ-მომსახურების სააგენტოსთან მუშაობთ აქტიურად. ეს არის ის თემა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოს მაქსიმალურად ეხმარებიან, იმიტომ რომ ეს ყველას გვეხება და ნამდვილად სჭირდება ამ თემაში სახელმწიფოს დახმარება და სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი საკითხი, ვინ უნდა იყოს მხარდამჭერი. დღეს არის მინიმალურად განსაზღვრული, ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ის ნაწილი, ვთქვათ, რა უნარჩვევები უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს, ის რომ უნდა იცნობდეს და მისი ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, ეს რა თქმა უნდა ცალსახაა. და ერთ-ერთი საკითხი არის, შეუძლია ანაზღაურებადი არ არის. თითქმის არც ერთ ქვეყანაშია, მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის წახალისების მექანიზმები, რომ ადამიანებს მინიმუმ რაღაც ტიპის мотиваცია ჰქონდეთ. შეიძლება მე მქონდეს სურვილი დავეხმარო, მაგრამ მქონდეს რაღაც ტიპის გამოწვევები, რომელშიც მხარდამჭერა მეც მჭირდებოდეს. ამიტომ მინიმალურ დახმარებას ქვეყნები უწევენ ხოლმე მხარდამჭერებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენც შევქმნით. აი მაგალითად არის რაღაც მონეტარული მხარდაჭერაც კონკრეტულ ქვეყნებში, თუმცა ეს არის ისეთი მიზერული, რომ ამის გამო ნამდვილად არ ხდებიან მხარდამჭერები. თუმცა ეს არის ის, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს. თქვენ თუ იმ ადამიანთან კომუნიკაცია გიჭირთ, მაშინ თქვენ მისი მხარდამჭერი ნამდვილად ვერ გახდებით, იმიტომ რომ მთავარი პირობა არის ნდობა თქვენ შორის. არ უნდა იყოს, თქვათ, გუშინდელი ურთიერთობები, უნდა იყოს გარკვეული ურთიერთობები უკვე ჩამოყალიბებული და თქვენი დახმარებით სახელმწიფო და სხვა მესამე პირები უნდა აადვილებდნენ კომუნიკაციას ამ ადამიანებთან. ეს არის ქვაკუთხედი, ვინ შეიძლება იყოს მხარდამჭერი. აქ თავარი არის იცით დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისევ და ისევ, იმიტომ რომ ერთი მაგალითი მინდა მოვყო მოსამართლე, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა, მას როცა დაუსვით ასეთი შეკითხვა, მან თქვა, მოიყვანა მაგალითი, როდესაც მივიდა ერთთან და სახლში მივიდა, იმიტომ რომ მხარდაჭერი უნდა დაენიშნა, მან დაინახა, რომ ეს ადამიანი ის ირწეოდა სკამზე. ძალიან დიდხანს და კომუნიკაცია არ შედიოდა და მან არ იცის რას ნიშნავს ეს რო ირწევა, რას გამოხატავს და მე ვალდებული ვარ გავარკვიო, ეს მისი პოზიტიური გამოვლინებაა და ადებით ემოციას გამოხატავდა თუ უარყოფით. მზა რეცეპტები, ან მე არ მინდა ეხლა ჩვენს მაყურებელს დარჩეს ყურადღება, რომ მზა რეცეპტები, როგორ უნდა განახორციელო მხარდაჭერა, როგორ უნდა მიხვდე პირისნებას, არ არსებობს. ამიტომაც იყო ახლა ანამ რო ისაუბრო, რაღაც ტიპის ურთიერთობაში მყოფი ადამიანი უნდა იყოს. თუმცა მე არც იმას გამოვიწყო, რომ უცებ ახალი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელთანაც მხარდაჭერის მიმღები პირი დაამყარებს კავშირს. აქ მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი мотиваცია, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით და ვამბობდით, რომ აუცილებლად ყველა უნდა მივიდეს მოსამართლესთან და მხარდაჭერის მიმღებიც, აი მოსამართლე და თუ ვერ მიდის მხარდაჭერის მიმღები, მოსამართლე მასთან იქით უნდა მივიდეს. мотиваცია სწორედ არის ის, რომ მაგალითად თუ მხარდამჭერმა მიმართ ან პოტენციურმა მხარდამჭერმა მიმართ და მოითხოვა მხარდაჭერის განხორციელება, მოსამართლემ თუ აღმოაჩინა, რომ რეალურად მხარდაჭერის მიმღებს ვის საკითხსაც იხილავს,
მას არ აქვს ისეთი კარგი კომუნიკაცია, მას შეუძლია მოსამართლე შეუძლია უარი თქვას ხარდამჭერას სწორედ ადამიანის დანიშნულზე და მან შეიძლება სხვა მოიწვიოს და სხვები საკითხი განიხილოს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ღრმა განხილვის და კომპლექსური განხილვის საკითხი, რასაც სამწუხაროდ ადგილი არ აქვს და დღეს მოვისმინე ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მშობლის მაგალითი, აღმოჩნდა რომ მისი შვილის ასეთ ფსიქოსოციალური შემოწმების დროს, ექსპერტიზის დროს, მისი შვილი ჩავარდა ისეთ უცხო გარემოში, რომ მან ის უნარების კი ვერ გამოვიდა, რაც მას დედამისთან ურთიერთობის დროს აქვს და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალში პრაქტიკაში ეს იყოს გათვალისწინებული. ანუ ადამიანის ფსიქოსოციალური შემოწმება უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, სადაც ის მაქსიმალურად ავლეს საკუთარ შესაძლებლობებს და არა პირიქით რომ ითღრუნება და აღმოჩნდა. სერვისი არ ითვალისწინებს სახლში მისვლის თქვა, სხვა ადგილას კომფორტულ შენობაში არის. ისეთ რა კანონში ამ ყველაფერს ვერ გაწერ. თვითონ რეფორმის არსი ითვალისწინებს ამ ყველაფერს და ეს უნდა ესმოდეს მის, ასე ვთქვათ, ამ რეფორმის განმახორციელებელ სუბიექტებს. ამიტომაც იყო ყველა შეხვედრაზე ხდება იმის ხაზგასმა, რომ სწავლება, პრაქტიკის გაზიარება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან რეფორმა ემსახურება უნარების განვითარებას და არა ჩაკეტვას და თუ შენ ისეთ სივრცეში ამ ხახტენ ექსპერტიზა, სადაც ეს ადამიანი იკეტება და მე 1-2 დღე კიდე სტრესულ მდგომარეობაშია, ну რა თქმა უნდა ეს რეფორმა თავის შედეგს ესე ვერ მიაღწევს. ქაბატონო ანა, ეს ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე შიშიმოპირების მშობლებს და მათ ახლობლებს ალბათ აერთიანებს ერთი ფიქრი იმის შესახებ თუ რა მოუვათ მათ საყვარელ ადამიანს მას შემდეგ რაც ისინი ან ცოცხლები აღარ იქნებიან ან მხარდაჭერის გაწევა დახმარება აღარ შეეძლებათ. ამ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს იმისათვის, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მხარდაჭერების სისტემა ისე, რომ ადამიანებმა შეეძლონ აი მხარდაჭერების სისტემის წყალობით დამოუკიდებლად ცხოვრება. ეს არის ალბათ თავარი შეკითხვა ამ ადამიანების ოჯახის წევრებს, რაც აინტერესებს და აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვა და ამ შეკითხვას უკვე ძალიან ფართოდ სვავენ სხვა ქვეყნებში და ამაზე მთელი რიგი კამპანიებია დაწყებული, მაგალითად ნიუ-იორკში ზუსტად ამ შეკითხვით იხსნება ერთ-ერთი კამპანია ამ თემაზე, რა მოხდება მერე, როცა მე არ ვიქნები. ოჯახის წევრების მიერ დასმული შეკითხვა. დღეს ვითარება რაც გვაქვს საკმაოდ დრამატულია, რა მოხდება მერე, თუ აქ გავჩერდით, სადაც ვართ. მოხდება მერე ის, რომ არსებობს პანსიონატი, სადაც განთავსება ეს ადამიანი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ და ჩვენ სანამ შეგვეძლება ამ თემაზე ლაპარაკი არ დავიღლებით იმაზე საუბრით, რომ პანსიონატი არ არის გამოსავალი ადამიანებისა, რომლებსაც გარკვეული ზრუნვა სჭირდებათ და მხარდაჭერა, საუკეთესო შემთხვევა გამოცდილებები არსებობს და ჩვენ ამის ადვოკატირებას ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ. არ არსებობს ადამიანი, რომლის შესაძლებლობების გაუმჯობესება შეუძლებელია. ეს არის ის სტერეოტიპი, რომელიც მყარად არის ჩვენ საზოგადოებაში. მე თუ მაქვს გარკვეული დიაგნოზი და რაღაც წლები ცხოვრობდი პირობითად სახლის პირობებში და აქედან გამომდინარე არ მაქვს უნარჩვევები განვითარებული, არ ნიშნავს, რომ ადეკვატური დახმარების პირობებში მე ვერ შევძლებ განვითარდეს ჩემი უნარჩვევები, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ წამიყვანს. არსებობს უამრავი გამოცდილება, როდესაც მაგალითად მეგობრები, რომლებსაც შეიძლება გარკვეული ტიპის მსგავსი გამოწვევები ჰქონდეს, ერთად ცხოვრობენ საზოგადოებაში, არა ინსტიტუციურ ფორმატში 100 და 200 ადამიანი ერთად, არამედ რაღაც მას ეძახიან თემთან მიახლოებულ საცხოვრებლებს. სადაც სახელმწიფო რა თქმა უნდა მხარდაჭერას უწევს, სხვათა შორის ამერიკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ზოგიერთ შტატში, დღესაც დამოუკიდებლად ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები ცალკე ცხოვრობენ. ეს სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი არ ყოფნის შემთხვევაში მათი შვილების ცხოვრების ხარისხი არ დაეცემა მინიმუმ და ისინი იცხოვრებენ ბედნიერად, დამოუკიდებლად, იქ, სადაც მათ სურთ. ამის მიღწევა ჩვენ შეგვიძლია მართლა დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად რეალისტურია ამის გაკეთება, უბრალოდ დღეს თუ არ დავიწყეთ მუშაობა, ადამიანები ასაკში არიან უკვე პანსიონატებში ცხოვრობენ 50 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებზეც ისევ ზუსტად ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც ჩულბავშთა სახლში მყოფ ბავშვებზე უნდა ვიზრუნოთ და მათ ცხოვრების ხარისხი უნდა იყოს თანაბრად პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის და მინდა რომ უფრო პოზიტიურად შევხედო ამ მომავალს და არ დავუშვათ ის, რომ თქვა სახელმწიფო ამ მიმართულებიდან გადაუხვევს, იმიტომ რომ მაშინ ის შეკითხვა რა მოხდება ჩემს შემდეგ ნამდვილად არ იქნება დადებითი პასუხი ამ ყველაფერზე. ეკონომიკური გათვლით საინტერესო იქნება ის პანსიონატები რა, ან პანსიონატებზე რა თანხებიც იხარჯება, ხო? იგივე რომ დაიხარჯოს იმ საცხოვრისებზე, რასაც თქვენ საუბრობთ,
საინტერესო იქნება ძალიან კი ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გვატყუებენ როდესაც გვეუბნებიან რომ არ არის მხართ ეფექტური თქვენი შემოთავაზებები ეს როგორც წესი ყოველთვის არის ხოლმე სახელმწიფოს მხრიდან სპეკულირების არგუმენტი ოღონდ ბრჭყალებში არგუმენტი იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული გათვლები რა თქმა უნდა და ეს გაანგარიშება გვეუბნება იმას რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ადამიანების მომზადება გაცილებით ხარჯ ეფექტურია, ვიდრე მათი შენახვა სახელმწიფოს ხარჯზე იმ ბოროტ ინსტიტუციებში, როგორც არის დიდი ზომის ინსტიტუციები, ეგრეთ წოდებული, ინტერნატები, არ მომერდება ამ სიტყვის თქმა. შეიძლება რაღაც წლების განმავლობაში სახელმწიფოს მოუწიოს გაცილებით დიდი ხარჯის გაწევა, იმისთვის რომ რაღაც ხანგრძლივ მომავალში, პირობითად 5-6 წლის შემდგომ ეს მათი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან მათ დისტანცირებას გარკვეულწილად და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით რომ ამ ადამიანებს აქვთ შრომის პოტენციალი და როდესაც მას შეუძლია თავად შექმნას დოვლათი და შეუძლია ნამდვილად დამერწმუნეთ უამრავი როგორც ყველა ჩვენთაგანს გარკვეული ტიპის მიმართულებით გვაქვს ჩვენი უნარჩვევები ზოგი უფრო ძლიერი და ზოგი უფრო ნაკლებად ძლიერი მათაც აქვთ ეს და ეს არის სწორედ მეორე შესაძლებლობა როდესაც სახელმწიფომ შრომითი ბაზარი უნდა გახსნას ამ ადამიანებისთვის და მათ უნდა აკეთონ ის საქმე რაც მათ შეუძლიათ რო აკეთონ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მათ შეგრძნებას როგორც მოქალაქის და რაც თავარია მათ მოუტანთ ანაზღაურებას შემოსავალს რომლითაც ისინი დისტანცირდებიან კიდევ ერთხელ ვიტყვი სახელმწიფოსგან და ეს მათი ინტერესიც არის. კალბატონ თამარ, იმაზე რაც კალბატონი ანასაუბრა გამორიცავთ, რომ სახელმწიფოს არა 5 და 6 და 10 წლის შემდეგ არამედ დღესვე შეიძლება მოუწიოს ამ საკითხის გადაჭრა, რადგან მე როგორც ვიცი ამ რეფორმის შედეგად პანსიონატში მცხოვრებ შიშემოპირს, რომელიც მანამდე ქმედი უნაროდ იყო აღიარებული, დღეს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს და თქვას რომ მე აქედან მოვდივარ. მე ვფიქრობ რომ რაც უფრო მალე იზამს მის უკეთესი და ნაკლები ტვირთი იქნება სახელმწიფოსთვის ეს ყველაფერი უბრალოდ მე სხვა კუთხითაც მინდა ამ საკითხს შევხედოთ ანუ ახლა როდესაც ვლაპარაკობ ვიღაცა შეიძლება ჩვენოს რომ აი ეს ძალიან რთული გასაკეთებელია იმიტომ რომ უცხო რაღაცაზე ვლაპარაკობ და სინამდვილეში ვლაპარაკობთ მარტივ პრიორიტეტებზე მარტივ სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებზე რაზე მაქვს საუბარი აი მაგალითად მე როგორც მშობელი თბილისის მაცხოვრებელი ხშირად მიფიქრია რომ ამ ქალაქში არაფერი არ კეთდება იმისათვის რომ ახალგაზრდა თაობა ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრდეს რა მოქმედებაში მაგალითად სპორტული მოედნების გარდა საფეხბურთო მოედნების გარდა არაფერი არ კეთდება ქალაქში მაგალითად არ არის სოციალურად ხელმისაწვდომი საცურაო აუზები რომ ბავშვმა იაროს აუზე რაღაც სპორტული კომპლექსები იმიტომ რომ საშუალო ფენამ ეს მოახერხოს და ძირითადად მშობელს უწევს თუ ექიმი გამოუწევს როგორმე ყველახარ რესურსი გადადოს იმისათვის რომ ბავშვმა ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს და ასე შემდეგ ანუ პრიორიტეტი დღეს მაგალითად თბილისში არ არის ბავშვების ჯანსაღი განვითარების ასე ვთქვათ გარემოს შექმნა, განვითარებისთვის გარემოს შექმნა. ასევე არ არის პრიორიტეტი აი ამ მხარდაჭერის მიმღები ადამიანებისთვის სივრცის შექმნა. როგორც ბავშვის აჭიროებს და ამ შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე სათანადო სივრცეს ნორმალური განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის ისე სჭირდება იმას ოღონდ განსხვავებული სივრცე. მე ვფიქრობ რომ ეს არის ზუსტად სახელმწიფო არ არის ეს რთული საკითხი. უბრალოდ აქ ცოტა მეტი სიახლეა ჩვენი ასე ვთქვათ ცნობიერებისთვის, თუ არა აქაც არის პრიორიტეტების თემა, როგორ შევხედავთ ამ საკითხს და ვიტყვით რომ თუ 15 წლის მოზალს სჭირდება ამ ტიპის სივრცე ქალაქში, იმიტომ რომ ისი ქალაქია და მის განვითარებისთვის უნდა ზრუნავდეს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც მხარდაჭერა აქვს დანიშნული, რაღაც ტიპის სივრცეები სჭირდება და ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ მას. ასე თუ მიუდგებით საკითხს, არც გაძვირდება, არც შეუძლებელი იქნება და მე ვფიქრობ, რომ აი ის შედეგი, რაზეც ანა საუბრობდა, რომ სახელმწიფო საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ნაკლებ ტვირთს მიიღებს გარკვეული პერიოდის მერე, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის გარემოს შექმნის მერე, ეს იქნება ცალსახა, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის არის რთული და ეს ძალიან კაფიოდ ჩანს ზოგიერთი, ვთქვათ, სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობისას ამ პროცესში, იმიტომ რომ ზოგიერთ მოხელეს ვერ წარმოუდგენია, რომ ეს ასეთი მარტივი საკითხია. ეხლა მე არც ზედმეტად ვამარტივებ, მაგრამ
ესეთი თუ მიდგომა თუ ასეთი იქნება, მე ეს დაბრკოლებები აუცილებლად იქნება გადალახვადი და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდა სტაციონარში ყოფნა, შეექმნებათ პირობები, არ ყოფილა მაგალითები, დღეს იყო საუბარი ამაზე, რომ რაღაც სათემო, ასე ვთქვათ, სახლები აქვს, სადაც საკუთარი სურვილით მიდიან ეს ადამიანები და ცხოვრობენ, მით უფრო, როდესაც თვითონ განაგებენ საკუთარ საპენსიო შემოსავალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ ყველა მათგანი, ვინც იმყოფება ასეთ სტაციონარულ დაწესებულებაში, თავს ღირსება შელახულად გრძნობს და მათ აქვთ ეს უფლება კონსტიტუციით და ეს უნდა იყოს დაცული. შესაძლოა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს ისეთი შეშემოქმედებით, რომელსაც ფაქტი აქვს, ხო და არ დაჭირდება მას სხვა სახში გადაყვანა და ასე შემდეგ. რა სახის კონცეფცია ქონდა კანონმდებლს ჩადებული, როდესაც ეს რეფორმა წამოიწყო, რა ვადებში, რა თანხებია საჭირო იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ეს ხარდამჭერების გამართული სისტემა შეიქმნას ხელოვნურ ჩუსავად. ანუ ჩვენ გარდამავალ პერიოდად განსაზღვროთ ეს 5 წელი. ეს შეკითხვა, რაც თქვენ დასვით ძალზე მნიშვნელოვანია, წარმოვიდგინოთ, რომ სტაციონარში იმყოფება ადამიანი, რომელსაც აქვს სახლი და შეუძლია დაბრუნდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახის წევრებს ეს არ უნდათ ეს ადამიანი. მე არ შევხედავ ამ საკითხს განსხვავებულად. სხვა ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სამწუხარო ფაქტებისგან და რატომ? ასევე სამწუხარო ფაქტია, როდესაც ადამიანები უცხოეთში მიდიან, წლობით მუშაობენ, აგზავნიან ოჯახში ფულს და მერე ისინი რო ბრუნდებიან, უბრალოდ არავის არ სჭირდებათ, გაუცხოება ხდება. და თუ ჩვენ ვთვლით, რომ და ვაღიარებთ და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ ჩვენი უფლება არ არის ვიღაცას ქმედუნარიანობა შევუზღუდოთ. ეს მას ბუნებით აქვს მონიჭებული და ამიტომ ვერაფრით ვერ ჩავერევით ამ სფეროში. შესაბამისად, იმ ადამიანს ისეთივე უფლებები აქვს საკუთრებაზე, როგორც ნებისმიერ სხვას, რომელიც არ იმყოფებოდა სტაციონარში. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ აქ რაღაც ტიპის განსხვავებული მიდგომის შემოღება არ იქნებოდა სწორი. ეს იქნება ჩვეულებრივი სამოქალაქო ურთიერთობა, სადაც ის ადამიანი უბრალოდ მას სახელმწიფომ უნდა გაუწეს უფრო მეტი დახმარება იურიდიული დახმარების თვალსაზრისით. მას ეკუთვნის უფასო იურიდიული მომსახურება კანონით. როდესაც ოჯახი მას არ მიიღებს და არ სურს მისი უკან დაბრუნება, იმიტომ რომ გაუცხოებულია და თვის რომ ზედმეტია მისთვის სამწუხაროდ იქნება ესეთი ფაქტები დარწმუნებული, მაშინ დიახ სახელმწიფო ამბობს, რომ ასეთ ადამიანს სასამართლო დავის დროს იურიდიული მომსახურება უნდა ჰქონდეს უფასო. ხალხთან აი რამდენი მხარდამჭერი პროფესიონალი მხარდამჭერი, არა, თქვათ მეგობარი ოჯახის წევრი და ასე შემდეგ, არ პროფესიონალი სპეციალისტი მხარდამჭერი დასჭირდება აი კანონმდებლობის გათვლით, როგორ იყოს სახელმწიფოს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ყველა ეს ადამიანი. და რა თანხები არის ამისათვის საჭირო და რა ვადებში შეიძლება მოხდეს ეს ყველა. სამწუხაროდ მე ახლა ამაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს რეფორმა ითვალისწინებს დიახ მომავალში იმას, მისი წარმატებით დასრულება, ასე ვთქვათ, გაგრძელება დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განავითარებს სახელმწიფო სწორედ ამ სერვისს და შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ 3500 ადამიანია ბაზაში ქმედუნარო დღეს, რომელიც ხვალ პოტენციურად მხარდაჭერის მიმღები იქნება, ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა არის შესამუშავებელი სპეციალისტების მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, ვთქვათ, ერთ ადამიანს, ანუ ერთ მხარდამჭერს რამდენისთვის შეუძლია მხარდაჭერა შემდგომ დასათვალიერებლად მე ვფიქრობ, რომ რეფორმის გასაგრძელებლად აუცილებელია სწორედ სამოქმედო გეგმის დაწერა, რომელიც ამ ყველაფერს გვაჩვენებს და ამიტომ მე ამაზე ახლა ზუსტი პასუხები ნამდვილად არ მაქვს. ქავტონიანი ბოლოს შეკითხვა, თქვენ თუ ხედავთ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის მზაობას? მზაობა ფაქტია, რომ არის, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ მზაობა არ იყო. ეს ყველაფერი გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების, ასე ვთქვათ, აქტიურობამ და აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამსახურება, ვინც წარადგინა ეს სარჩელი კონკრეტული ადამიანის ინტერესების დასაცავად, მაია ასაკაშვილია, ესეთი ადამიანი მის შვილს ეხებოდა ეს ამბავი, დიახ. მათი დაწყებულია ეს პროცესი, ბევრი ვწუხდით ამაზე, მაგრამ ამ ადამიანებმა გააკეთეს ეს. მერე საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა ეს მოსარჩელების მოთხოვნა და ამან აიძულა, მოდი რომ დავარქვათ სახელი, ამან აიძულა სახელმწიფო დაეწყო ეს პროცესი. მაგრამ აღმოჩნდა მერე რა, ნუ ეხლა ქალბატონი თამარის დამსახურება ის, რომ საპარლამენტო დონეზე არ გაიჭედა, ნუ ჩვენ გვახსოვს ესეთ შემთხვევებს, როცა იჭედება, ან განსხვავებულად რეგულირდება რაღაც საკითხები და ეხლა უკვე
თავად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ პირობითად ზერელად უყურებენ ამ საკითხს ან არ სურთ რაღაცა გამოსწორდეს. უბრალოდ მათ ვფიქრობ რომ ბოლომდე კარგად არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ეს მთელი პროცესი კონკრეტული ადამიანისთვის და მათი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოკლედ ვცდილობთ რომ არც ჩვენ გვესმის ბოლომდე ყველაზე მეტად იმ ადამიანს ესმის ვისაც ეხება ეს პროცესი მაგრამ სახელმწიფოსგან განსხვავებით აღმასრულებელზე მაქვს აქცენტი ჩვენ უფრო მეტად ველაპარაკებით ამ ადამიანებს და არ ვიღებთ გადაწყვეტილებას მათ გარეშე ამიტომ დღესაც ამას მოუწოდებდით სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს რომ მოდით თქვენი გადაწყვეტილებები პრიორიტეტებთან მიმართებაშიც შეათანხმეთ იმ ადამიანებთან ვისთვისაც იღებთ ამ რეგულაციებს თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის პრიორიტეტების საკითხი თუ ამ ქვეყანაში პრიორიტეტული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა რაც პირდაპირ უკავშირდება თანასწორობის უფლებას მაშინ მე ვიტყოდი რომ ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის წარმომადგენლება უნდა დააფიქსირონ ეს თუმცა ეხლა შეიძლება ოპონენტმა აქ რო იყოს ვინმე მითხრას რომ ეს ფიქსირდება პერიოდულად მაგრამ ნუ ხა ცხადი არ გულისხმობ სიტყვებისთვის არამედ გულისხმობ სიტყვებს რომელსაც ახლავს რესურსი არც ერთ ქვეყანაში სიტყვას არ ვუჯერებთ და ეს ნორმალურია უბრალოდ ჩვენ მივეჩვიოთ ამ ქვეყანაში რომ ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც პასუხები არის სრულყოფილი. თუ მე მპირდები რაღაცის შეცვლას, უნდა დამაჯერო, რომ შენ ამის გამამყარებელი რესურსებიც მოძებნე. ამის მოძებნა დღეს არსებულ რესურსებში შესაძლებელია. აი თამარმა ზუსტად იმაზე ილაპარაკა. რა პროგრამებიც არსებობს. ეს პროგრამებიც კი ვერ ხედავს გარკვეულ ადამიანებს. აი მაგალითად ავიღოთ საყოველთაო დაზღვევა, რომლითაც ვამაყობთ და რაღაც ეტაპზე მან შეასრულა მისი ფუნქცია, ხო? ალბათ, არ ვიცი, მე ამის მონიტორინგს დიდად არ ვაკეთებ და არც ვსარგებლობ და ვფიქრობ, რომ არც არავინ არ უნდა ვისარგებლოთ, ვისაც არ გვაქვს ამის საჭიროება, იმისთვის რომ სხვებს მოხმარდეთ ეს გარკვეული რესურსები, მაგრამ შეზღუდული საზოგადოების მქონე ბავშვები და პირები, რომლებსაც რა თქმა უნდა, ორჯერ და მეტი ხარჯი აქვთ ჯანდაცვაზე, აი ისინი საერთოდ ვერ სარგებლობენ აი ასეთი ჯანდაცვის სისტემით. ანუ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება არსებულ პროგრამებში ჩავრთოთ ის ადამიანები, რომელსაც მეტად სჭირდებათ და ვისაც არ სჭირდებათ, იმათთვის იყოს განსხვავებული მიდგომები. და არგუმენტი იმის შესახებ, რომ ჩვენ როცა გავმდიდრდებით ერთ დღეს, ყველაფერი აშენდება, ამის sapasუხოდ შემიძლია უამრავი ქვეყნის დასახელება, სადაც ნავთობის ქვეყნებზეა საუბარი, სადაც უამრავი ფულია, მაგრამ არც ერთი სერვისი და დემოკრატიასაც ძალიან მაგრად უჭირს. ასე რომ ის რესურსები, რაც ჩვენ გვაქვს, ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ მინიმუმ ამ ადამიანებზე მხარდაჭერა და მათი ცხოვრების ხარისხის ზრდა დავიწყოთ დღეს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც წლების შემდეგ ისინი გახდებიან დოვლათის შემომტანები, იგივე პრაგმატულად რო შევხედოთ ბიუჯეტში და ეს უნდა გაიაზროს სახელმწიფომ და რაც მთავარია გადაწყვეტილების მიღებმა პირებმა და არა ისე როგორც აქამდე ხდებოდა ყოველწლიურად. უღრმესი მადლობა სტუმრობისა და საინტერესო დისკუსიისთვის.